მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. Რა თქმა უნდა, დღესაც კი ერთდაბით საკმაოდ აქტუალური თემით. მილიონობით მომხმარებელი, დაბალი ფასები და მზარდი პოპულარობა. დღეს თემუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი შოპინგ პლატფორმა გახლავთ, თუმცა ამჯერად ყურადღების ცენტრში კომპანია არა შეთავაზებებისა და ფასდაკლებების, არამედ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მოხვდა. სახიფათო პროდუქციის გაყიდვის გამო ევროკომისიამ თემუ 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 19 თვიანმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ თემუ მომხმარებლებს არალეგალური პროდუქტებისგან, მათ შორის მომწამლელი სათამაშოებისა და სახიფათო ელექტრონული მოწყობილობებისგან ვერ იცავდა და მინდა გითხრათ, რომ ეს არის 2024 წლის შემდეგ რიგით მეორე და ყველაზე დიდი სანქცია, რომელიც ევროკავშირმა ციფრული აქტის ფარგლებში დააწესა. დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ 19 თვიანი გამოძიება და საინტერესოა ხო რა ხდებოდა ამ პერიოდში უთხრათ ჩვენს მაყურებელს. ევროკომისიამ შეისწავლა თემუს შიდა დოკუმენტები და რისკების შეფასების ანგარიშები. გამოიყენეს ეგრეთ წოდებული საიდუმლო შესყიდვების მეთოდი. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები ან მათ მიერ ასე ვთქვათ დაქირავებული ექსპერტები იქცევენ ისე როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლები. ანუ ისინი რეგისტრირდებოდნენ თემუზე ჩვეულებრივად, ყიდულობდნენ სხვადასხვა პროდუქციას, შემდეგ კი ნივთებს ლაბორატორიაში შესამოწმებლად აგზავნიდნენ. სწავლობდნენ ასევე იმას, თუ რამდენად მარტივი იყო სახიფათო პროდუქციის პოვნა და შეძენა. გამოძიების მიმდინარეობისას ასევე გაანალიზდა თუ როგორ მუშაობდა თემუს ალგორითმი და ხომ არ უწყობდა ხელს, რომ პოტენციურად სახიფათო პროდუქცია შეთავაზებინა, ასე ვთქვათ, მომხმარებლებისთვის. შეფასდა ისიც, თუ რამდენად სწრაფად რეაგირებდა კომპანია იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე პლატფორმაზე აღმოაჩენდნენ უკანონო და სახიფათო პროდუქციას. მოკლედ ეს ყველაფერი გრძელდებოდა 19 თვის განმავლობაში და რააჩვენა გამოძიება. ევროკომისიის მიერ ჩატარებულმა საიდუმლო შესყიდვებმა და ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ თემუზე თავისუფლად იყიდებოდა ჩვილების სათამაშოები, რომლებიც დასაშვებ ნორმაზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. სათამაშოები, რომლებსაც ნაწილები მარტივად ცილდებოდა და ბუნებრივია ქმნიდა დახრჩობის საფრთხეს, ასევე ელექტრონული მოწყობილობები, რომლებმაც უსაფრთხოების საბაზისო ტესტები ვერ გაიარეს. იგულისხმება იმას, რომ ქმნიდნენ ისინი დამწვრობის, ელექტროშოკის და ხანძრის საშიშროებას. ანუ ელექტრონული მოწყობილობების ასევე საბავშვო იგულისხმება. ნინი თუ ზოგადად იგულისხმება. მთავარი აქცენტი გაკეთებული არის, რა თქმა უნდა, საბავშვო პროდუქციაზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ასე ვთქვათ, კატეგორია არის, არის უკვე ელექტრონული მოწყობილობები, რომელსაც მოვიხმართ ჩვენც, უკვე მოზარდებით და ადამიანებიც. დამტენი იქნება, გადამყვანი იქნება თუ სხვა რამე საშუალება. მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საბაზისო ტესტები, რაც უნდა დააკმაყოფილოს, ასე ვთქვათ, როდესაც დენის წყაროსთან ურთიერთობს მოწყობილობა, აი ეს ყველაფერი ვერ დააკმაყოფილა, იმიტომ რომ ქმნიდა უკვე ხანძრის გაჩენის საშიშროებას. აი ამის პარალელურად მინდა გითხრათ, რომ არა მარტო საბავშვო, ასე ვთქვათ, სათამაშოები და ვთქვათ ელექტრონული მოწყობილობები, ასევე იყო სამკაულები და ტანისამოსი, რომელიც ასევე შეიცავდა სახიფათო ლითონებს, მათ შორის ტყვიას და ვიცით და არაერთხელ გვისაუბრია, რამდენად ცუდი არის და მავნე არის, როდესაც ტყვიას შეიცავს დიდი რაოდენობით ნებისმიერი პროდუქტი, იქნება ეს სამოსი, იქნება ეს, რა ვიცი, მოწყობილობა თუ ასე შემდეგ. მოკლედ, ევროკომისიის შეფასებით თემო ვერ განსაზღვრა პლატფორმაზე არსებული სისტემური რისკები, დროულად ვერ გამოავლინა უკანონო და საფრთხეშემცველი პროდუქტები და ეფექტურად ვერ ააკვეთა მათი გაყიდვა და ბუნებრივია საინტერესო არის ამ შემთხვევაში როგორი არის თავად პლატფორმის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. კომპანიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ჯარიმა არაპროპორციულად მიიჩნია და ამბობენ იმასაც, რომ აი ეს კვლევა როდესაც მიმდინარეობდა, მას მერე ჩვენ ბევრი რაღაცა გამოვასწორეთ და ვთქვათ შევიტანეთ რაღაცა კორექტივები, ასე ვთქვათ. ბადითი არის, ხო? არის და ბუნებრივი არის მაინც ვთქვათ, წინააღმდეგები არიან იმის, რომ ვთქვათ, ვაკმაყოფილებთ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს. მოკლედ, ვიცით, რომ დაუწესა ჯარიმა, ეს არის 200 მილიონი ევრო და რა ხდება შემდეგ. მოკლედ, სამოქმედო გეგმის წარსადგენად თემუს აქვს ვადა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე. გეგმაში ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, თუ როგორ აპირებს პლატფორმა სახიფათო პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლას და შეუსრულებლობის შემთხვევაში უკვე დამატებითი სანქციები ემუქრება. ეს იქნება არა, ასე ვთქვათ, აი ერთბაშად 200 მილიონი, არამედ შეიძლება ეს იყოს ყოველდღიური, მაგალითად, ყოველთვიური სანქციები და ბუნებრივი არის ნახოთ რა მოხდება უკვე აგვისტოს ბოლოს, როდესაც უკვე წარადგენს თემუ შესაბამის გეგმას, იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ონლაინ შოპინგის პლატფორმაზე ვსაუბრობთ.
სამწუხაროდ ხარისხიან და უსაფრთხო სათამაშოებზე ხელმისაწვდომობა მომხმარებლისთვის კვლავ რჩება ძალიან დიდ გამოწვევად, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში და მინდა კიდევ ერთი ესეთი ექსპერიმენტის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც უკვე 2024 წელს ჩატარდა, როდესაც ევროპის სათამაშოების ასოციაციამ შესამოწმებლად, როგორც ევროკავშირში, ისე მის გარეთ შეიძინა 100-ზე მეტი სათამაშო, თუმცა 80%-მა უსაფრთხოების ელემენტარულ სტანდარტებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, ისინიც კი ვერ დააკმაყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოწყვლად ფენას ვეხებით, ბუნებრივია, აი ამ ქედან გამომდინარე აქტიურად სწავლობენ ამ საკითხთა შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ შეადგინა ჩამონათვალი იმ ინფორმაციის, რომელიც სათამაშოზე ან მის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი და მინდა ახლა ჩვენს მაყურებელს გაუზიარო ეს ყველაფერი, მოკლედ უნდა იყოს დატანილი შემდეგი ინფორმაცია. სათამაშოს ტიპი, სერია, პარტია და მოდელის ნომერი, ასევე მწარმოებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე იმპორტიორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე გამაფრთხილებელი მითითებები ქართულ ენაზე ან გამაფრთხილებელი პიქტოგრამები ასეთი საჭიროების შემთხვევაში. ასევე თუ სათამაშოს თან ახლავს ინსტრუქცია, ის წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შევიძენთ შესაბამის პროდუქციას. აი ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დატანილი ზოგადად სათამაშოს შეფუთვაზე და ეტიკეტზე. ეს შემოგმენი უკვე ჩვენთან შემოსულ პროდუქციაზე გამოიწერა ზოგადი რეკომენდაციები, მაგასაც გეტყვი, თემუდან გამოწერილი პროდუქცია როგორ შეიძლება გადავამოწმოთ, თუმცა ეს არის ზოგადი რეკომენდაციები, როდესაც ვეხებით იქიდან გამომდინარე, რომ ხო, აქტუალურია საკმაოდ ეს თემა, ეს არის ის რეკომენდაციები, რომელსაც როდესაც ვიყიდით სათამაშოს, აუცილებლად უნდა მოყვებოდეს ეს ყველაფერი. ასევე ევროკომისიის უსაფრთხოების კომისიის რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელიც სათამაშოს შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, პირველი ძალიან ზოგადი რჩევა არის ის, რომ წავიკითხოთ ინსტრუქცია და გამაფრთხილებელი მითითებები. ასევე სათამაშოს შეარჩიეთ ბავშვის ასაკის, უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, იმიტომ რომ არასწორად შერჩეულმა სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს არასრულწლოვნის დაზიანება. იმიტომ რომ არის ხოლმე არის მითითებული კონკრეტული ასაკობრივი კატეგორია. კი, იმიტომ რომ სათამაშო შეიძლება ისე ზიანდებოდეს, რომელიც არ იყოს გათვლილი 3 წლამდე მაგალითად. გეთანხმები. ასევე 3 წლამდე ასაკის პატარებისთვის არ შეიძინოთ ისეთი სათამაშოები, რომლებსაც მარტივად ძრება ან შეიცავს მცირე ზომის ნაწილებს, ვინაიდან ვიცით, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელი არის ხოლმე ნივთების ძირითადად ღილებიანი ტანსაცმელიც კი არ არის რეკომენდირებული და საღებავი რომელსაც ცილდება. კი ბატონო. იმიტომ რომ პატარა ნაწილებმა შესაძლოა დახშობის საფრთხე წარმოქმნას. აი, რბილი სათამაშოებზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ შედარებით არის უსაფრთხო. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ შიგთავსი არ უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი ბავშვისთვის, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რაღაცები ყრია შიგნით, რომელიც გახევის შემთხვევაში შეიძლება ადვილად გადაყლაპოს მოზარდმა. ან სინტიპონი, რომელიც ასევე ჩვენისა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოერიდეთ ისეთი სათამაშოების შეძენას, რომლებსაც მოყვება გრძელი ზონარი ან თოკი, ვინაიდან თამაშზე შეიძლება ბავშვმა კისერზე შემოიხვიოს, რამაც შესაძლოა გაგვდვის საფრთხე წარმოქმნას. ასევე გირჩევენ იმასაც, რომ არასდროს ჩამოკიდოთ სათამაშოები გრძელი თოკებითა და ზონრებით ბავშვის საწოლთან, ეს საკმაოდ ხშირი არის ხოლმე ან სათამაშო სივრცესთან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას გაგვდვის საფრთხე. ასევე მოერიდეთ ისეთი სათამაშოების შეძენას, რომლებსაც მოყვება ელემენტები ან ელემენტების განყოფილება მყარად არ იხურება. და არის ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში. იმიტომ რომ გადაყლაპვის ისინი რომ იყოს დაცული მაქსიმალურად. გადაყლაპვის შემთხვევაში ელემენტმა შესაძლოა შინაგანი ორგანოების დამწრობაც კი გამოიწვიოს, ამიტომ ძალიან ასე ვთქვათ, გვჭირდება რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, სანამ უშუალოდ შეიძლება ძალიან მოგწონდეს, მაგრამ არ იყოს შესაძლებელი. ასევე დაარწმუნდით, რომ სათამაშოები დამზადებულია არატოქსიკური მასალისგან, ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენს ეთერშიც. მოერიდეთ ისეთ მავნე ქიმიკატებს, როგორც არის BPA, ტყვია, ფტალატები და ალერგენები. აი თიკამ დასოწე ღანასთი შეკითხვა რომ როგორ უნდა გადავამოწმო ის სათამაშო თუ ვიწერ ამ ყველაფერს ხო ბუნებრივია იმიტომ რომ იმ დროს ვერ ვახერხებ რომ ეტიკეტი ნახოთ სწორედ ამისთვის არსებობს ასე ვთქვათ ასეთი ვებგვერდი სახელწოდებით Rapex Safety Gate ახლა გამოჩნდება ეკრანზეც რომელიც მინდა გითხრათ რომ სპეციალურად შექმნა ევროკავშირმა ჩვეულებრივად როგორც კი ჩავწერთ შევალთ და აი წეღან ხო ვთქვით რომ რა უნდა იყოს დატანილი სათამაშოზე ხო მწარმოებელი ყველნაირი ინფორმაციას პირდაპირ
პირდაპირ გრაფებში შევიყვანთ და გვეტყვის რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი. აქვე რადგან ამ თემას ვეხებით, უსაფრთხოების ნიშნებს, რა თქმა უნდა, მოგიბზადეთ გამოცნობანაც, რომელიც შეიძლება ზოგიერთი ვიცოდეთ მაგალითად. მე ავიღებ ჩემი მას. ჩემი კალამიცა. კი ბატონო. მე შემიძლია ერთი კალმით დაგეხმაროთ. არ არის პრობლემა, უცბად ავიღებ. შენი და თიკასი არის. აჰა. IT-ն ეს შენ ეხლა. შეიძლება ზოგიერთი მათგანი ვიცით, ზოგიერთი არ ვიცით, თუმცა დღის შემდეგ უკვე რომელიც არ ვიცით, უფრო გვეცოდინება. მოკლედ, თუ მზად ვართ, აჩო. აბა. შენც ხო? მოკლედ, დავსვათ მაშინ პირველი შეკითხვა, რა სიმბოლოები უნდა მოძებნოთ სათამაშოს შეფუთვაზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ის არის უსაფრთხო? ალბათ C და N71, C და FDA, N71 და FCC, FEA და CDA. შენი ვერსია რა არის? ანუ B. ეს როცა აწერია უსაფრთხო თუ პირიქით არ არის? უსაფრთხო. წარმოდგენა არა, მაგნი. მესამე G. მე B ვთქვი. მოდი ჩემი იყოს D რა, არ ვიცი. ესე იგი ასგარ და ყველაფერი მონიშნა. სწორი პასუხი არის C და N71 და განუმარტავ ჩვენს მაყურებელს, რომ C სიმბოლო მიუთითებს, რომ სათამაშოს გავლილი აქვს ტესტირება და შეესაბამება ევროკავშირის უსაფრთხოების ჯანმრთელობისა და გარემოს სტანდარტებს, ხოლო EN არის სათამაშოების ევროპული უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც არეგულირებს მცირე ნაწილებით გამოწვეულ დახრჩობისა და აალებადობის სივრცეს. ანუ ვთქვით ხომ, რომ CE უნდა იყოს გადადგმული, რომ იყოს უსაფრთხო, მაგრამ ნახეთ აქაც როგორი რაღაცა არის, როგორ ფიქრობთ, რომელი CE მარკირება არის ავთენტური? ნუ ღია. ხო და ამასაც თუ გააყალბებდნენ, რას წარმოვიდგენდი? არა, ჩემთვის მუქი ფერი უფრო არის. არა, მუქ ფერს არ მივაგონია, შეიძლება უბრალოდ ეხა ახლოს რომელიც მაშინ ესე აი დაშორება არის. ნახე, პირველი არის დაშორებული ერთმანეთისგან, მეორე უფრო ახლოს. ჩემ პასუხია ახლოს რომელიცაა. ალბათ. ჩემი დაშორებულია. თიკა დაგვიწინაურდა, იმიტომ რომ უნდა გავთვალისწინოთ, რომ აუცილებლად უნდა იყოს არსოს შორის დაშორება. იმიტომ რომ როდესაც არის საფრთხის შემცველი, აი დავინახავთ უცბად და გგონია რომ უსაფრთხოა, ხო, რადგან ვიცით რომ C არის სტანდარტი. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა იყოს არსოს შორის დაშორება. მოკლედ, ახლა კიდევ ერთი სიმბოლო მინდა ვნახოთ, რას ნიშნავს სათამაშო და გამოსახული აი ეს კონკრეტული სიმბოლო თქვენი აზრით. სათამაშო მხოლოდ 3 წლამდე ბავშვებისთვის არის, 3 და უფრო მეტი ასაკის ბავშვებისთვის არის რეკომენდირებული, არ არის განკუთვნილი. არ არის განკუთვნილი 3 წლამდე. მე მგონია რომ 3 წლის გარანტიით იყიდება. G არის სწორი პასუხი. ჩემი აზრით სწორი პასუხი. ეს არის უკვე როდესაც ეს ნიშანს დავინახავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კარგით. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. რას ნიშნავს სურათზე გამოსახული სიმბოლო? უფრო ხშირად გვხვდება პროდუქტი, საკმაოდ ხშირად გვხვდება ხოლმე. რას ნიშნავს? პროდუქტი ბავშვებისთვის უსაფრთხოა, პროდუქტის მასალა შეიძლება გადამუშავდეს, პროდუქტი გამძლეა, პროდუქტი ევროკავშირის სალოს ვერსია არის გადამუშავდეს. თიკა შენი ვერსია არის? აჩო. არის გადამუშავებადი. კი, ეს არის ნამდვილად, როდესაც აი დავაკვირდით ხო 3 ის არის მონიშნული და ამ სიმბოლოში ეს არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ხო იმას ნიშნავს მოკლედ რომ შეგვიძლია პროდუქტი მივიტანოთ, გადამუშავდეს და კიდევ ხელახლა შემდგომში გამოვიყენოთ ეს პროდუქტი. კარგი, მე მგონი ვასწრებს და დავსვათ მეხუთე შეკითხვაც. რას ნიშნავს პროდუქტის ეტიკეტზე გამოსახული აი ეს ნიშანი? ეს არის FSC. რაღაცა კარგს უნდა ნიშნავდეს ჩემი. კარგს ნიშნავს, როდესაც ხედავთ ამას. კარგით. პროდუქტი წყალგამძლეა, მტრევადია, არაკანონიერად მოპოვებული ნედლეულით, კანონიერად მოპოვებული ნედლეულით არის. პროდუქციის წარმოებაში მხოლოდ კანონიერად მოპოვებული ნედლეული გამოიყენება. ეს არის ჩემი ვერსია. სწორია, ნამდვილად ესე არის. დავსვათ მაშინ ბოლო შეკითხვაც, იმიტომ რომ მეც ვეღარ ვასწრებთ, რა ინფორმაციას გვაწვდის ქიმიურ პროდუქტზე გამოსახული ძახილის ნიშნის სიმბოლო ამ შემთხვევაში. ქიმიურ პროდუქტებზე ხვდებით ყველაზე ხშირად, თუმცა შეიძლება სხვა პროდუქტზეც შევხვდეთ. პროდუქტი ანტიბაქტერიულია, პროდუქტმა შესაძლოა კანის ან თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს. და ალბათ თიკა იქნება თიკას ვერსია არის, ვეთანხმებით თიკას? კი. როდესაც ამ ნიშანს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ამას შეიძლება გამოიწვიოს კანის ან თვალის გაღიზიანება. კი, ბატონო. გაღიზიანება. სამწუხაროდ მეც შევხედავ, თუმცა რაც მთავარია, ის ძირითადი საკითხები მიმოვიხილეთ, რასაც უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება და ძალიან კარგი იყო ის აპლიკაცია, რომლის მიხედვით შეგვეძლება ნებისმიერ სათამაშოს გადამოწმება არის შესაძლებელი, როდესაც ამ საიტზე შევიყვანთ შესაბამის ინფორმაციას. მადლობა, ნინიკო, აი ამ მნიშვნელოვანი თემის ეთერში გაჟღერებისთვის და ჩაშლისთვის, როგორც მოვასწარით ბუნებრივია პირდაპირ ეთერის საშუალებით.